ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში მრევლის ძალიან დიდი რაოდენობა არის შეკრებილი და მაყურებელი ახლა ჩვენს უკანაც კადრში ხედავს, რომ ეზოში ისევ არიან მოქალაქეები და ეს ადამიანები აქედან წასვლას არ აპირებენ იქამდე, ვიდრე არ მოახერხებენ სამძიმარზე შესვლას სამების საკათედრო ტაძარში და არ იშლებიან. შეიძლება 24 საათის განმავლობაში იყოს სამებაში სამოქალაქო პანაშვიდი. მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, რომელიც სამებაში მოდიოდა იმისთვის, რათა ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ და მთელი დღის განმავლობაში ეს ადამიანები აქ იმყოფებოდნენ და თითოეულ მათგანს იქნებოდა ეს სასულიერო პირი თუ მრევლის ნაწილი, ყველა მათგანს ილია მეორესთან დაკავშირებით საკუთარი მოგონება ჰქონდა, ყველა იხსენებდა იმ კეთილსაქმეებს, რომელიც ილია მეორემ მათ ცხოვრებაში გააკეთა და ცრემლების გარეშე ბუნებრივია ვერც ერთი მათგანი ვერ საუბრობდა. ილია მეორემ ჩაიბარა დანგრეული ეკლესია და დატოვა გაძლიერებული. ეს იყო ის მთავარი სიტყვები, რითაც დღეს ილია მეორეს სასულიერო პირები მრევლი გამოემშვიდობა. პატრიარქი იყო ჩვენი დროის ბუმბერაზე ადამიანი, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა და არ ვიცი, მე ვერ წარმოვიდგენია დიდი ეკლესია პატრიარქის გარეშე და სიმართლე გითხრათ, საქართველოს ალბათ ძალიან გაუჭირდება სულიერად, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულად გააგრძელებს იმ გზას და იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებულ რწმენას განგვიმტკიცებს და გაგვაძლიერებს სულიერად. თვითონ თქვა, როდესაც ავტოკეფალიისთვის იბრძოდა და ეს აღდგაო, უნდათ რომ ავტოკეფალია მოეცა ჩვენთვის და პატრიარქმა უთხრა, რომ ჩვენ ავტოკეფალიას კი არ გვაძლევთ, ეს აღდგაო ჩვენ მქონდა ოდითგანვე და ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ერისთვის. უსაყვარლესი ერთ-ერთი უდიდესი. მე ვისურვებდი, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ დავით აღმაშენებლის ეპოქაში მეცხოვრა, მერც მადლობა, რომ ოწმინდესის და მონეტარეს ილია მეორის ეპოქაში ვიცხოვრე. ეს შემთხვევით უდიდესი მადლია. ენი დაუწერელია მისი ღვაწლი, მისი მოქმედება, შრომა, თავდადება არ შეუშინდა არც კომუნისტურ რეჟიმს. ჩაიბარა სუდარა გადაფარებული ეკლესია და აღორძინა იმ დონეზე, რომ დღეს საქართველოში აქტიურად ხელახლა მოვინათლეთ და ხელახლა შევდექით წვენაში, გააღვიო ჩვენი სიყვარული ჩვენ შორის და იმ დონეზე დატოვა ჩვენი ეკლესია და თავისი საქმის გამგზელებლები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თვითონ გადაინაცვლა ზესაში, საიდანაც მფარველად მოევლინება ისევ საქართველოს. პატრიარქი ერის მამა უნდა ითქვას და ზეციური უფალო ჩვენი. ასეთი იყო ჩვენი პატრიარქი, რომელიც დააყდა საქართველოს და მთლიანად მთელ მსოფლიოს. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი და ილია ჭავჭავაძეზე ამბობდნენ, რომ სულიერი მამა არისო, ერის მამა არისო. უბრალოდ ძალიან მიკვირდა, რომ სიცოცხლეში განარადა იმსახური ისეთი მეთქი, რომ სიცოცხლისავე მას ერის მამა უწოდეს და აგარ გვაქვს ამხელა მაგალითი. ჩვენმა უწმინდესმა მონეტარესმა თავისი მოღვაწეობით არათუ საკუთარ პიროვნებას, მაგრამ საპატრიარქო ტახტს კიდევ ერთხელ უდიდესი პატივი დადო. თავისი მოღვაწეობით. მხოლოდ და მხოლოდ სითბო, სიყვარული. მაგალითი მოთმინებისა, თამდაბლობისა, მიტევებისა ჯერ მიცვალებულზე და მე ასეთ ადამიანზე რამეს რო იტყვი, მე მათ მინდა უთხრა, რომ მათ დიდი ხანია შეუნდო უკვე პატრიარქმა და ზეციდან მით უმეტეს შეუნდოს და აი ქრისტიანული სიყვარული თეუნები რო გონს მოეგო, იმიტომ რომ პატრიარქთან არის ურთიერთობა და ჩვენი ერის სულიერ მოძღვართან, რომლის ყოველი დღე იყო საქართველოსთვის. ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა ილია მეორე ქართულ ეკლესიას და ამ დროის განმავლობაში მან გააძლიერა ეკლესია და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი, რასაც დღეს ამბობენ მასთან დაკავშირებით. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი, მისი დაკრძალვა კვირას მოხდება. დღეს მთელი დღის განმავლობაში დიდი სიყვარულით იხსენებდნენ პატრიარქის გაანვლილ გზას. მრევლი ამ დრომდე რჩება სამების საკათედრო ტაძარში და სამებაში მიმდინარეობს. მთელი ამ დღეების განმავლობაში იქნება სამოქალაქო პანაშვიდი.